Ჩვენ ახლა შემოგვერთება ამერიკის ხმის ჟურნალისტი ანი ჩხიკაძე, რომელსაც ვთხოვთ რაღაცა ტიპის წინასწარ ანალიზს სამშვიდობის ანი მადლობა ჩართვისთვის. რა მოლოდინია შეხვედრის მიმართ? ჩვენ ვიცით ზოგადად რომ ხელი ეწერება იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება იყო ტრამპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა აქ არ არის ერთი მხარე მხოლოდ, რომ ერთი მხარის ინტერესის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ, აქ არის განსაკუთრებით ჩვენთვის საინტერესო მხარე უკრაინა, რომლის პრეზიდენტისთვისაც არსებითად და ძალიან მნიშვნელოვანი იყო უსაფრთხოების გარანტიები ამ პროცესში. რისი თქმა შეიძლება შეხვედრის დაწყებამდე? შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა, მისი საბოლოო ვარიანტი. ეს შეთანხმება თავდაპირველად სწორედ უკრაინულმა მხარემ წარუდგინა ვაშინგტონს და ეს გულისხმობს იმას, რომ გარკვეულწილად უკრაინის წიაღისეულის გამოყენებით ვაშინგტონმა მიიღოს უკან იმ დახმარების ნაწილი მაინც, რომელსაც ის უწევს კიევს. ეს იყო ასევე პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი დაპირება მისი ამომრჩევლის მიმართ, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა და ჩვენ ვიხილეთ, რომ იყო ასლთა სხვადასხვაობა კიევსა და ვაშინგტონს შორის იმის თაობაზე, თუ რა უნდა შესულიყო ამ შეთანხმებაში და პირველ რამდენიმე ვარიანტს უკრაინული მხარე არ დაეთანხმა, რის შემდეგაც უკვე კომპრომისულ ვარიანტზე დღეს მხარეები შეთანხმდებიან. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რასაც ის პრეზიდენტ ტრამპთან განიხილავს, იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა იმისთვის, რომ რუსეთმა რამდენიმე წელში თუ მიიღწევა გარკვეული სამშვიდობო შეთანხმება არ მოახდინოს კიდევ ერთხელ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა. ეს არის მთავარი მიზანი უკრაინული მხარისა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ აქტიურად ჩართულია თეთრი სახლი იქნება ეს ევროპელ მოკავშირეებთან საუბარში იმაზე, თუ როგორ შეიძლება და რა პირობებით უნდა დასრულდეს უკრაინის ომი და ასევე ვნახეთ გარკვეულწილად შეცვლილი ტონი პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, რომელიც თქვენც აღნიშნეთ, არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის მისამართით, არამედ ასევე იმის მისამართით, რომ მან აღნიშნა, რომ თუ შეთანხმება არ მიიღწევა, მალე შეიძლება საერთოდ არ მიიღწეს, ეს შეიძლება ჩავთვალოთ გარკვეულ გზავნილად ასევე რუსეთის მხარის მიმართ. უკანასკნელი გადაწყვეტილებით ვაშინგტონმა როგორც ვიცით, კიდევ ერთი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის არის ის, რომ რუსეთი გაგზავნის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩს წარადგენს და პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის წევრების განცხადებით ამ შეხვედრების ევროპელ პარტნიორებთან იქნება რუსულ მხარესთან თუ უკრაინულ მხარესთან მთავარი მიზანი არის იმაზე საუბარი, თუ რა გზით შეიძლება უკრაინის ომი დასრულდეს. ეს იქნება ის ორი მთავარი თემა, რასაც მხარეები განიხილავენ. პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ როგორც თქვენ აღნიშნეთ, იკითხა გარკვეულად ირონიულადაც კი, რომ უწოდა თუ არ ახსოვს, უწოდა თუ არა მან უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორი და იქვე აღნიშნა, რომ მან შეაქო უკრაინული მხარე და ასევე უკრაინელი ხალხი მათი ბრძოლისთვის. დიდი ბრიტანეთის პრემიერთან შეხვედრაზე იყო კითხვები მის თაობაზე, რა სახით უნდა მიიღოს ევროპამ და ევროპის ქვეყნებმა ამ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაში თუ ის შედგება მონაწილეობა და აქ მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ თუ ის შედგება, რადგან არავინ არ იცის თუ რა პირობები იქნება ომის ორი მხარისთვის მისაღები და ასევე შეერთებული შტატებისთვისაც მისაღები. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად მოსკოვმა გამორიცხა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია ევროპული ჯარის ჩაყენება უკრაინის საზღვარზე და ამ ფორმით უკრაინის ომის დასრულება, თუმცა ასევე ვიცით, რომ ევროპელი მოკავშირეები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ გაგზავნონ საკუთარი კონტინგენტი უკრაინაში. ამის მზაობა გამოთქვა როგორც საფრანგეთის, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც და მათ ასევე აღნიშნეს, რომ ესაუბრებიან ევროპის სხვა ქვეყნებს იმაზე, თუ რა კონფიგურაციით შეიძლება მოხდეს ეს იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ასევე ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნებიც საუბრობენ თავდაცვის ბიუჯეტის განზრდაზე, რაც ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უკრაინელი ევროპელი მოკავშირეების მიმართ და მაშინ, როდესაც ვაშინგტონი უკლავდება უფრო მზარდ გამოწვევას სამხრეთ აზიაში, ამ შემთხვევაში ჩინეთის სახით. ისინი მოითხოვენ
დიახ, არ დაასრულე თუ კაცრავად და მოითხოვა. ისინი მოითხოვენ, რომ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აიღოს პასუხისმგებლობა. ანი, ჩვენ ბევრს ვსჯელობთ საქართველოში რიტორიკის შესახებ, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რატომ ჯერთი მართლაც მნიშვნელოვანია და მეორეც ამ რიტორიკას მოქმედი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იყენებს სათავისოდ და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ის, რასაც ისინი ამ დრომდე ამბობდნენ და ამ დრომდე პოზიციონირებდნენ, ხედავთ, ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციას. რაკიღა ეს რიტორიკა არის ცვალებადი, რაკიღა ის, ვინც თვალყურს ადევნებს პრეზიდენტ ტრამპს პირველი პრეზიდენტობის დროსაც ზოგადად მის წინასწარ არჩევნო კამპანიას და განწყობებს და ხასიათს, მისთვის მეტნაკლებად ცნობილია, ხო? მისი ეს იმპულსურობა, მისი ცვალებადობაც რიტორიკის რამდენად აქვს მნიშვნელობა მის კონტექსტში, რა თქმა უნდა, ამას ვკითხულობ, რას ამბობს ის დღეს და როგორ იქცევა ხვალ. ეს არის ხოლმე ხშირი, როდესაც ის ცვლის თავის განწყობებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი პროგრამის ინტერესებიდან გამომდინარე. პრეზიდენტი ტრამპი შეფასებით ნაწილში ვერ შევა, რა თქმა უნდა, თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მსგავსი ხისტი რიტორიკით გამოირჩევა ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერის მიმართ, მათ შორის მოკავშირეების მიმართაც. ეს მას ჩვევია, ეს გვინახავს მისი პირველი ვადის განმავლობაში და ხშირად შემდეგ გარკვეულწილად სხვა ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები გვინახავს. შეფასებებით ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპის ეს განცხადება იყო ზეწოლის ნაწილი თეთრი სახლის მხრიდან იმისთვის, რომ მათ მიეღოთ სწრაფი თანხმობა უკრაინული მხარის მიმართ სწორედ მინერალების შეთანხმების თაობაზე. მინერალების შეთანხმება უკრაინისთვის ორივე მხარისთვის მომგებიანი საკითხია, როგორც თავად უკრაინა აცხადებს და ეს გულისხმობს უკრაინაში არსებული დაახლოებით მსოფლიო მარაგის იშვიათი მინერალების 5%-ის გამოყენებას იმისთვის, რომ როგორც უკრაინის რეკონსტრუქცია მოხდეს, ასევე უკრაინა მოახერხოს შეერთებული შტატებისთვის გარკვეულწილად ფინანსური სარგებელის მოტანა მისი წიაღისეულიდან. რომ დაუბრუნდეთ ტრამპს, დიახ, ეს იყო შეიძლება ერთის მხრივ, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ზეწოლის ნაწილი თეთრი სახლის მხრიდან, ეხლა უკვე ვიხილეთ ცვლილება რიტორიკაში, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია, რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერ თეთრ სახლში იქნება ეს პრეზიდენტ ტრამპის, თუ იქნება ჯო ბაიდენის, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა გუნდები და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვანაირად ხედავენ, იქნება ეს ამერიკის ჩართულობის მნიშვნელობა საზღვარგარეთ, თუ იქნება მისი როლი. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში არის ეს და სხვადასხვაობა, თუმცა ის პირები, ვინც პრეზიდენტმა წარადგინა თანამდებობებზე და რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, იქნება ეს მარკო რუბიო თუ სახელმწიფო მდივანი, თუ მაიკ ვოლცი, რომელიც მისი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია. ორივე შემთხვევაში ეს ორივე ადამიანი ძლიერ ამერიკას ემხრობა და ემხრობა პრინციპს მშვიდობა სიძლიერით, ასე ვთქვათ.